გაგვეხასიათოთ პირველ რიგში სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, პოლიტიკურად და საერთაშორისო კუთხით რა ვითარებაშია უკრაინა? დავიწყოთ იმით, რომ ლონდონში ფაქტობრივად ჩაიშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები, რასაც წინ მოძღოდა გარკვეული ვირტუალური დაპირისპირება მედიის მეშვეობით ტრამპსა და ზელენსკის შორის. ჩვენ მსოფლიო საზოგადოება გაეცნო იმ ინიციატივებს, საბაზისო ინიციატივებს, თუ როგორ წარმოედგინა ამერიკის მხარეს, რომ მომხდარიყო მხარეთა პოზიციების დაახლოება და ცეცხლის შეწყვეტა და ამ საკითხებში გარკვეული ნიუანსები უკრაინის მხარისთვის იყო მიუღებელი და ეს არ არის სიახლე ის რომ უკრაინა წინააღმდეგია და იქნებოდა წინააღმდეგი ტერიტორიების დათმობის, ამ ტერიტორიების რუსეთის სასარგებლოდ აღიარების ეს სიახლე არ იყო. თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არავინ სთხოვს ამ ტერიტორიების აღიარებას. მაგრამ მაინც როცა საქმე მიდის კონკრეტულად უკვე შეთანხმების გაფორმებასთან, იმ შეთანხმებაში გარკვეული ტექსტი უნდა იყოს, ხო, მხარეები რაზე თანხმდებიან, რა მოთხოვნები აქვს რუსეთს და რაზე შეიძლება დათანხმდეს უკრაინა. ერთია თუ რაზე უნდა დათანხმდეს, მეორე საკითხია კიდევ რას იღებს უკრაინა აი ამ მრავალწლიანი ომისგან, რომელიც მეოთხე წელია უკვე მიმდინარეობს ძალიან ბრუტალურად იხოცება უამრავი ადამიანი, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქვეყნის ეკონომიკა და ასე შემდეგ. აი აქ არის შეუთავსებლობა. მოდი ჯერ თვითონ ამ შეთანხმებას კიდევ ერთხელ შევეხოთ ხმად. შესაძლებელი იყო თუ არა უკრაინა უკეთეს პირობებში, მისთვის ხელსაყრელ პირობებში შეთანხმებულიყო, ასე ვთქვათ, პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთთან და აი ამ შეთანხმების საფუძველზე შეწყვეტილიყო ცეცხლი. მე ორ ეტაპს გამოვყოფთ. ერთი ეს არის ომამდელი პერიოდი და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ, ნუ ახლა ძალიან ღრმად არ წავალ მე 2014 წლიდან ან თუნდაც მანამდე პერიოდს არ შევეხები, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ ომის წინა პერიოდი და რუსეთის ლიდერის რამდენიმე ესეთი განცხადება, განსაკუთრებით 21 წლის დეკემბერში, ნუ ფაქტობრივად ეს შეიძლება აღვიქვა ულტიმატუმად, როგორც უკრაინის, მაგრამ მეტწილად დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის მისამართით, ხო? და მკაფიო მოთხოვნები ჰქონდა პუტინს მაშინ. ეს ძირითადში ეს ეხებოდა უკრაინის ნატოში წევრობას, ხო? და იქ იყო სხვა შიდა საკითხები, ენის პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რუსეთის პოზიციიდან საუბრობ, რუსეთის პოზიციიდან გულისხმობ, ესე იგი ეთნიკური რუსების უფლებების დაცვას, რასაც თვითონ ითხოვდა. და ეს იყო ერთი, ანუ როცა შეიძლებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებში შესვლა. სამწუხაროდ ფიქრობ უფრო ალბათ უკრაინის პარტნიორების პოზიციიდან გამომდინარე ეს საუბარი და ეს დიალოგი რუსეთთან არ შედგა. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნებისმიერი საკითხის რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში გადადება შეიძლება, ახლა თუ მაგალითად პუტინზეა საუბარი უშუალოდ პუტინი უკვდავი არ არის, ხო? და მუდმივად ვერ იქნება რუსეთის ლიდერი. შეიძლება და რაღაც პერიოდით 5 წლით, 10 წლით რაღაც ამ სამშვიდობო პროცესების გაწელვა და დარჩენა მინსკი 2-ის ფორმატის ფარგლებში, რომელიც მე ყოველთვის ვაფასებდი, პრინციპში წამგებიანი იყო უკრაინისთვის თავის დროზე, როცა გაფორმდა, იმიტომ რომ იქ არ ფიგურირებდა საერთოდ ყირიმის საკითხი და
მინსკი 2 რომ დასრულებულიყო, საბოლოოდ უკრაინას გაუჭირდებოდა ყირიმის საკითხის წამოწევა. მაგრამ ეს იყო მაშინ და ვინმეს რომ წინასწარ განეჭრიდა, რომ ომის შემთხვევაში რა მოყვებოდა, ვარეს სიტუაციაში ხო არ აღმოჩნდებოდა უკრაინა, მაშინ აი დღევანდელი გადასახედიდან რა მიიღო უკრაინამ, ვარესი პრობლემის წინაშე დგას ფაქტობრივად ყირიმის საკითხი პრინციპში ამერიკის მხრიდან მოხსნილია და შესაძლოა ევროპელებმაც ეს საკითხი ისე მწვავედ უკვე აღარ დააყენო და უფრო მეტი აქცენტი იყოს დონბასთან მიმართებით, მაგრამ თუ წლების შემდეგ მაინც უწევს ყირიმის დათმობა და თანაც ასეთი მძიმე დანაკარგები, თუ წლების შემდეგ მაინც მოუწევს და უწევს ფაქტობრივად ნატოზე ვარის თქმა, იმიტომ რომ ნატოს ლიდერი სახელმწიფო და მისი დღევანდელი ლიდერი ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატოს წევრი. და მაშინ ეს ელაპარაკა 21 წლის დეკემბერში პუტინთან. და თუ რაღაც სხვა მიზნები ჰქონდათ რუსეთთან მიმართებით, რაღა უკრაინის ხარჯზე გააკეთეს, ეს დროში გაეწევლათ. უკრაინის დაზიანებით, საქართველოს საკითხის დაზიანება, ანუ ნატოს გაფართოება და არა მხოლოდ საქართველოს, ანუ ნატოს გაფართოების საკითხი იხურება ფაქტობრივად დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ხო? ეს არის, ანუ ეს იყო ერთი, როცა შეიძლებოდა ომამდე რაღაც თუნდაც ერთი დღით ადრე მაინც რაღაც სიგნალები ყოფილიყო დასავლეთიდან და ამერიკიდან პრინციპში, მაგრამ იქედან გვესმოდა, რომ პუტინის ყოველ სცენარზე მე მახსოვს კაფიოთ ბაიდენი ამას ხშირად ამბობდა, ყოფილი პრეზიდენტი ამერიკის, რომ პუტინის სათითაო სცენარზე ჩვენ გვაქვს 15 ვარიანტი საპასუხო, 18 ვარიანტი საპასუხო და როგორც აღმოჩნდა, არათუ 18 ერთი ვარიანტიც კი არ აღმოჩნდა საპასუხო ისეთი, რომელიც უკრაინისთვის იქნებოდა აღმოჩნდებოდა მომგებიანი. ერთიც კი ამ სანქციების დადება, რომელიც დროში გაწელილად დაიწყეს და დღემდე აგრძელებს, აგერ ევროპა ახალ პაკეტს ამზადებს, ამის დადება შეიძლება და მანამდე და მე საერთაშორისო იმედის ეთერში მოხს ნათქვამი, რომ ჯობდა ყისიერად ყველა სანქცია გამოეცხადებინათ და რუსეთი დაეყენებინათ იმ ფაქტის წინაშე, რომ აი ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მზად ვართ ნავთობზე, გაზზე, ყველაფერზე ვარი ვთქვათ, ყველანაირი ურთიერთობა თქვენთან შევწყვიტოთ, მოგაქციოთ იზოლაციაში. იქ SWIFT იყო თუ სხვა რამო SWIFT-ის ესე იგი SWIFT-დან გათიშვა ყველაზე ეგონა რომ ჩამოშლიდა რუსეთს. აი ისეთნაირად მოქონდათ ეს ყველაფერი და არ ჩამოშალა და შობდა ეს ყველაფერი მანამდე ერთიანად გაეკეთებინათ და ეთქვათ რომ თუ უკრაინასთან შეთანხმდები, ხო, რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება ისეთი და ისეთ შეთანხმებას მიაღწევთ, რაც უკრაინისთვის იქნება მისაღები, ჩვენ დავიწყებთ ამ სანქციების მოხსნას, ან ერთიანად მოხსნით, ანუ რაღაცა პირიქით რო ყოფილიყო ეს პროცესი, ხო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თვითონაც არ იყვნენ ამ სანქციებისთვის ერთიანად მზად, ხო? და ხედავთ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, რომ სანქციებს ისე უცხადებდნენ რუსეთს, რომ თვითონ არ დაზიანებულიყო. დღესაც ვერ თქვა ბოლომდე ევროპა მაგალითად რუსეთის ენერგორესურსებზე ვარი და მთელი ევროპა რასაც მოიხმარს, აი ამ მოხმარების მეხუთედი მოდის დღესაც კი რუსეთზე. და ახლა კეთდება განცხადებები, რომ აი ემზადებიან, რომ მთლიანად თქვან ვარი. მილსადენის გაზზე ვარი თქვეს, იქ პლუს მილსადენები აფეთქდა და მთელი ამბავი, მაგრამ მოუმატეს თხევადი გაზის შესყიდვას, ანუ ფაქტობრივად დააბალანსეს. და იგივე ამერიკაც სხვათა შორის უამრავ საკითხებში დღემდე თანამშრომლობდა, ვლაპარაკობ ტრამპის ადმინისტრაციაზე, ბაიდენის ადმინისტრაცია, კოსმოსიდან დაწყებული ურანის შესყიდვით, უამრავ საკითხებში, რასიც ამერიკისთვის იყო მომგებიანი, დასავლეთი მთლიანად რო ავიღოთ გლობალური დასავლეთი თანამშრომლობდა. აი ეს არის, ანუ დასავლეთი თვითონ არ იყო მზად იმისთვის, რომ ესე ხისტად შეეწყვიტათ რუსეთთან ურთიერთობა და ეიძულებინათ რუსეთი, რომ აი არ წასულიყო ამ ფართომასშტაბიან დაპირისპირებაზე, რომელიც პრინციპში ჩემთვის ეხლა წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ სამხედრო ადამიანი
ისაც აქვს სათანადო განათლება და გამოცდილება აფასებს იმას თუ რა ტიპის ომი შეიძლება იყოს, როდესაც საუბრობდით ჩვენ ომის დაწყებამდე ფართო მასშტაბიან ომზე, იმიტომ რომ შესწავლილი გვაქვს სამხედრო ისტორია, როგორც პირველი მსოფლიო ომი, მანამდელი ომები, მეორე მსოფლიო ომი უკვე უფრო თანამედროვე შეარაღებით, შემდგომში შეარაღებული და ლოკალური ომები და კონფლიქტები და როდესაც წარმოიდგენ, რომ ორი უზარმაზარი არმია ერთმანეთს დაეჯახება ამ ფრონტზე და მეორე მსოფლიო ომიდან გამომდინარე ვიცით გამოცდილებიდან გამომდინარე და პლუს როცა ამაში ჩაერთვება უკვე გაცილებით ეფექტიანი და დამანგრეველი იარაღების ტიპები, რომელიც დღეს არის ორივე მხარის შეარაღებაზე, უკვე შედეგები შეგვეძლო წარმოგვედგინა თუ რა მოყვებოდა ამას. ბოლო-ბოლო იგი რუსეთის ტერიტორიაზე გროზნოვი ხილით მიწასთან გასწორებული, როცა მთელი ავიაცია, артиლერია, ტანკები ერთვებიან ჩვენ საქართველოშიც გვაქვს კაფხაზეს და ცხინვალს რო თავი დავანებოთ თბილისის ცენტრი გავასწოროთ მიწასთან ძალიან ისეთი მცირედი ტექნიკის მონაწილეობით და როცა ეს ორი უზარმაზარი არმია კი რუსეთის მეტია, მაგრამ უკრაინასაც არ ყავდა ომის დასაწყისში ასობით ათასი აქტიური სამხედრო იყო პლუს რეზერვი უზარმაზარი და შეარაღება და ტექნიკა ასევე ხო უკვე წარმოდგენა შეიძლებოდა იმისი რომ მიწასთან გასწორდებოდა ქალაქები, სოფლები და დაიხოცებოდა უამრავი ადამიანი. ამიტომ ვფიქრობდი რომ ამას დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა თავის კონტინენტზე არ დაუშვებდა. და ევროპა ომის დასაწყისში აღმოჩნდა ფაქტობრივად უსუსური და სუვერენიტეტის არ მქონე სრულად. დღეს პირიქით ხდება ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ცდილობს დაამყაროს მშვიდობა და ევროპა მიდის საპირისპირო მიმართულებით. რა მიზნები აქვს აქ ევროპას გასაგებია ერთი მხრივ თითქოს ცდილობენ უკრაინის ინტერესების დაცვას, მაგრამ მე მაინც რჩება სტაბილიზება რომ ორი ამ ფაქტორის გარდა კიდევ ორი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს. ერთი მხრივ ის ძალები, რომელიც ტრამპს უპირისპირდებიან ამერიკაში, დღეს ევროპის მეშვეობით ცდილობენ საპირისპირო პოლიტიკის გატარებას და მეორე ეს არის თვითონ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების სურვილი ნებისმიერი საბაბით დასხდნენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე და ეს უკრაინის თემა არის კარგი საბაბი ამისათვის. სხვაგვარად მე ვერ წარმომიდგენი ახლა აი დავუშვათ აი ლონდონის მოლაპარაკებების ჩასვლა, როცა რუბიომ განაცხადა ვარი ლონდონში ჩასვლაზე. ახლა მარკო რუბიოს აი ამ გადაწყვეტილებას თავის საფუძველი ჰქონდა, იმიტომ რომ ტრამპს გვახსოვს ზელენსკიმ მედიის მეშვეობით გასცა პასუხი, რამაც გარკვეული ასე ვთქვათ შეუთანხმებლობა გამოიწვია და ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ ის არ წავა ყირიმის აღიარებაზე და ასე შემდეგ. და ტრამპის პასუხზე უკვე ვისაუბრე, რომ ზელენსკის არავინ არ სთხოვდა ამას. მოკლედ აი გარკვეული შეუთანხმებლობა და დიალოგსაც ვერ დავარქმევდი, ანუ ეს გადაძახილები მედიის მეშვეობით კიევსა და ვაშინგტონს შორის, ხო? აი ამ ფონზე არ ჩავიდა რუბიო და რატომ აღმოჩნდა ეს იმის საფუძველი, რომ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ეთქვა ვარი ჩასვლას, ხო? როცა რომ უკრაინიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ არ ვცდები ადმინისტრაციის უფროსიც და კიდევ იყო მეოთხე, ახლა ვერ ვხსენებ, 4 მაღალი თანამდებობის პირი ჩადის ლონდონში და ამ დროს იმის გამო რომ ამერიკა არ მონაწილეობს ევროპის ამ ორი წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არ ჩადიან. როცა რომ პირიქით უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ და თავისი პოზიცია შეეჯერებინათ ლონდონში ბრიტანეთის პრემიერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად
და რაღაც პოზიცია დაეფიქსირებინათ იქიდან. მოეთელათ უკეთესად ეს საკითხები. არა, საერთოდ ჩაიშალა და დღეს არაფერი ისმის რა იქნება შემდგომში. პარალელურად ხედავთ, რომ უიტკოფი ვიზიტი ხორციელდება რუსეთში უკვე მეოთხედ შეხვედრა პუტინთან. აი ჩვენ ვისაუბრეთ ახლა ომამდელ პერიოდზე და აქვე გავიხსენებ რაღაც ლონდონის ჩაშლილი მოლაპარაკებები ვახსენეთ, სტამბოლის ასევე ჩაშლილ მოლაპარაკებებს და მე რამდენჯერმე გავეცანი აი ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად აი ამ სტამბოლის შეთანხმებას, რომელსაც მანამდე კომუნიკე ახდა, თუ ავსთები ბელარუსში გაფორმდა და შემდგომ იყო ეს ტექსტი პროექტი სტამბოლის შეთანხმების, რომელსაც პუტინი აფრიალებდა თუ გახსოვთ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და მან თქვა, რომ ის უკრაინის მხრიდან იყო ხელმოწერილი. და ვიცით შემდგომში როგორ ჩაიშალა ახლა ბორის ჯონსონის ვიზიტს უკავშირდება თითქოს ასე ჯონსონის ვიზიტის შემდეგ თქვა უკრაინამ ვარ, მაგრამ მე ეჭვმეპარება რომ ჯონსონი მარტო იყო ამ გადაწყვეტილებაში და უკრაინა მხოლოდ ბრიტანეთის პრემიერის ასე ვთქვათ რჩევას დაემორჩილა თუ დაუჯერა ბრიტანეთის პრემიერის რჩევას. და იმაშიც ეჭვმეპარება რომ ბორის ჯონსონმა მარტო მიიღო ეს ჩამოაყალიბა ეს რჩევა. ხო, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ამერიკის მაშინდელ ადმინისტრაციასთან შეთანხმებული. და რა მიიღო უკრაინამ კიდევ ერთხელ სვამ აი ამ კითხვას რიტორიკულად. ჯერ ომის დაწყებამდე არ შევიდნენ დიალოგში რუსეთთან, შემდეგ სტამბოლის მოლაპარაკებები ჩაიშალა. სტამბოლის მოლაპარაკებების აი პროექტით რაც იყო გათვალისწინებული, ყირიმის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო 10-15 წლის შემდეგ. და დონბასის საკითხიც კი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ანუ მისი აღიარების საკითხი. იყო იქ გარკვეული მოთხოვნები რუსეთის მხრიდან, ძირითადში ეს ეხებოდა ისევ და ისევ ნატოში გაწევრიანებას უკრაინის და ეხებოდა უკრაინის თავდაცვის უნარიანობის შეზღუდვას, ანუ გარკვეულ ტიპებზე უნდა დაწესებული იყო შეზღუდვები, აი როგორც ტექსტში არის ამ შეთანხმების პროექტში. უკრაინა ითხოვდა თუ არ ვცდები 150 მილის შორის შეარაღების ქონას და რუსეთს ქონდა შეზღუდვა თუ სწორად მახსოვს 55 მილამდე, ნუ 1 მილი 1.6 კილომეტრია, ხო? და მაშინ იყო საუბრები იმაზე, რომ რასაც უკრაინა ითხოვდა, იმ შეარაღებით უკრაინა მიწუდებოდა ყირიმის ტერიტორიას და აქ მოხდა შეუთავსებლობა, თუმცა ამის შეთანხმება და შეჯერება პრინციპში შეიძლებოდა. და ეს შეთანხმება რომ გაფორმებულიყო ასე იგი 2022 წლის აპრილში, 15 აპრილს მოეწერა ამას ხელი. უკრაინა აიცილებდა უზარმაზარ მსხვერპლს, უზარმაზარ დანაკარგებს ინფრასტრუქტურულს, ეკონომიკურს და ასე შემდეგ და გაცილებით უკეთეს პირობებში იქნებოდა თავის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის კუთხით. და დღეს თუ მივიდა მსოფლიო იქამდე, რომ ყირიმის საკითხს, ნუ როგორც მინიმუმ დავუშვათ, კარგი დონბასზე შეიძლება დასავლეთს კონდეს კიდევ რაღაც საუბარი, მაგრამ იმაზე თუ შეთანხმდა, რომ ყირიმის საკითხი დასავლეთის მხრიდან დაიხურება, ეს ძალიან ცუდი იქნება უკრაინისთვის. აი ეს რეალობა არის და პლუს ახლა ჩაშლილი მოლაპარაკებები და რა ხდება ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე ხდება ის, რომ რუსეთს ისევ აქვს ინარჩუნებს სტრატეგიულ უპირატესობას, როგორც ჩრდილოეთის მიმართულებაზე ფაქტობრივად ასრულებს კურსკის ტერიტორიის მთლიანად დაბრუნებას, ეგ დარჩენილია თუ არ ვცდები 30 კვადრატული კილომეტრი დაახლოებით 1200 კვადრატული კილომეტრიდან და დონბასის მიმართულებაზე, დონბასის ფრონტზე რამდენიმე მიმართულებაზე ნელ-ნელა ხუს ნაბიჯებით, მაგრამ მიიწევს წინ, ანუ ტენდენცია იმისი, რომ უკრაინა ნელ-ნელა კარგავს მცირედით, მაგრამ ტერიტორიებს ეს ნარჩუნდება. რომ შეიცვალოს ეს რა უნდა მოხდეს. ამ თემაზეც იგივე თქვენი ეთერით ბევრჯერ გვაქვს ნალაპარაკი, ხო? ამისათვის საჭიროა უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა
მოიპოვოს რიცხობრივი და ხარისხობრივი უპირატესობა ბრძოლის ველზე. რიცხობრივში იგულისხმება როგორც შეარაღება და ტექნიკა, პლუს საბრძოლო მასალები, ჭურვები და სხვა, რომელსაც დღემდე ნორმალურად ვერ უზრუნველყოფენ პარტნიორები მთელი 50 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, ხო? და ადამიანური რესურსები, რომელიც ამოწურვადია, მეოთხე წელია გრძელდება და ვიცით, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს უკვე ხო, ვიცით, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს უკრაინაში მობილიზაციის პროცესი, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა გადაიღლებოდა 3-4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდ ფონზე, როცა უკვე ბრძოლის ველზე ამას ხოს მოქალაქეებიც და რეზერვისტებიც ხედავენ, როცა არ იცვლება უკრაინის სასარგებლოდ ვითარება კონკრეტულად ბრძოლის ველზე, ხო? იმიტომ რომ ეს ძალიან მოქმედებს ბრძოლის უნარიანობაზე და სულისკვეთებაზე ნაციის მთლიანად. და იქ კიდევ არის ბევრი სხვა ნიუანსები, ახლა შიდა საკითხებს არ შევეხები, რაც შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე არის. აი ეს ვითარება დასავლეთი უკრაინასთან ერთად აი ამ უპირატესობის შეცვლას ვერ ახერხებს. ვერ ახერხებს თუ არ ახერხებს, ეს კიდევ ცალკე თემა იყო და მუდმივად სვამდი მე ამ კითხვას, იმიტომ რომ 2022 წლიდან როცა დაიწყო ეს პირველი პაკეტები დახმარების, იქ იგრძნობოდა რომ ეს დახმარებები არ იყო უკრაინის უპირატესობის მოსაპოვებლად. და რა იგულისხმება აქ, ხო? თუ რუსეთს ბრძოლის ველზე მე არ გულისხმობ მთლიანად რამდენი აქვს რეზერვში, რამდენი ქონდა რეზერვში. ავიაცია, ტანკები, артиლერია, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონები, ჭურვები და ასე შემდეგ. მინიმუმ იმდენივე უნდა შეუქმნა უკრაინას. მინიმუმზე ვლაპარაკობ, რომ ბრძოლის ველზე იყოს, ასე ვთქვათ, თანაბარი პირობები. და იმისათვის, რომ შენ უპირატესობას მიაღწიო, ანუ დაიწყო ტერიტორიების დაბრუნება, ხო? შენ ჭირდება როგორც ახლა მიღებულია 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი თანაფარდობა მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით, ხო? ანუ თუ იქ მილიონი ჯარისკაცი დგას, აქედან ჭირდება შენ 1.5 მილიონი, 2-3 მილიონი. თუ იქედან 1000 ტანკია, შენ ჭირდება 2000, 3000 ტანკი და ჩვენ აი იგივე ყვადაღებული ამ 2023 წლის კონჩეტევის დროს ყვადაღებული, იმიტომ რომ კონჩეტევა დაარქვეს და არასწორია და მუდმივად ეს ამ თემის აჟიტირება ხდებოდა შეტევის დაწყებამდე, ესეც წარმოუდგენელი იყო. ახლა ეს შეტევას დავიწყებთ, უკრაინა კი არა, დასავლეთის ლიდერები ლაპარაკობდნენ, თითქოს ამით ახლა პუტინს აშინებდნენ. და ასეთი არ ხდება საერთოდ შეტევას მომზადება ჭირდება და როგორც წესი ფარულად ხდება ეს. ხო, იქ ბევრი ნიუანსები და ვერ უზრუნველყვეს ამ ერთი სტრატეგიული შეტევის მომზადებაც კი. დაპირდნენ ტანკების რაღაც გარკვეულ რაოდენობას, მიაწოდეს ნაკლები. ბორელი იყო მაშინ მახსოვს მილიონი ჭურვი დაპირდა უკრაინას, მიაწოდა რაღაც 300,000 და დღემდე საუბრობენ იმას, რომ რუსეთი ერთ კვარტალში აწარმოებს იმდენ ჭურს, რამდენსაც მთელი ეს 50 ქვეყანა ერთ წელიწადში. აი ეს არის რეალობა. ანუ გასაგებია, რომ გქონდათ სურვილი და მიზანი, რომ რუსეთი ჩამოშლილიყო სტრატეგიულად, ანუ ესეც ვერ გათვალეს. რატომ ვერ გათვალეს? ეთყობა ანალიტიკა დღეს მოისუსტებს ზოგადად ამ კრებსით დასავლეთში, რომ ვიგულისხმოთ ერთად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთთან ერთად და პლუს იქ სხვა ქვეყნებია, სამხრეთ კორეა, იაპონია და ასე შემდეგ, ვინც ამ კოალიციაში არიან, ხო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი გათვლადია. და ახლა გამოაცხადეს მიზნად რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და შეგნებულად არ განახორციელეს? ვერ განახორციელეს და თუ ვერ განახორციელეს, ესე იგი ვერ გათვალეს. თუ არ განახორციელეს, მაშინ უკრაინა გაწირეს. უკრაინა ასეც და ისეც განწირული გამოვიდა დღეს ისეთი ვითარება, ხო? ახლა შეგვიძლია და ყველა შეუძლია გადააბრალოს, რომ აი ტრამპი მოვიდა და რაღაც შეიცვალა, მაგრამ
ტრამპი არაფერს არ აკეთებს ისეც, რასაც წინა ადმინისტრაცია არ აკეთებდა და არ გააკეთებს კიდე. არავინ არ იცის ტრამპი ხვალ როგორ მოიქცევა. უბრალოდ სტილი აქვს განსხვავებული, რასაც ტრამპი ყოველდღიურად მედიას კრიფავს და საჯაროდ ლაპარაკობს, ბაიდენი ამ თემაზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ მთლიანობაში იგივეს აკეთებდნენ. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა უკრაინისთვის. ხო, ეს კითხვა მაგაზე მინდოდა პრინციპში და ჩემს მიმოხილვაში მეთქვა და გადამოვიწყდა. სწორი კითხვა. ნაწილობრივ პრინციპში თქვი იმისათვის, რომ ბრძოლის ველზე შეიცვალოს ვითარება, თქვი ხომ რა არის საჭირო. რა უნდა ქნას უკრაინა? ორი ვარიანტია. ან აგრძელებ ომს და ამ დინამიკით დახმარების ამ მოცულობით, როგორც უკრაინას დასავლეთი ეხმარება, ნელ-ნელა 1 წლის მერე, 2 წლის მერე, 3 წლის მერე, ჩავა კიევამდე რუსეთის ჯარი. იმიტომ რომ მოსახლეობის თანაფარდობა არის ძალიან განსხვავებული, 3-ჯერ მეტი მოსახლეობა ყავდა რუსეთს ომის დაწყებამდე, ხო? უკრაინიდან ვიცით, რომ გადინება იყო ძალიან დიდი, სხვადასხვა ციფრებია 6-დან 9 მილიონამდე, მაგრამ 5 მილიონი თქვა თუნდაც. და ამ რეზერვის გამოთვლის მეთოდიკა არსებობს, სხვადასხვა მაგ დეტალებით არ გადავღლე მაყურებელს, ერთელი თემაა, მაგრამ დღეს საკმაოდ მწირი რესურსი დარჩა უკრაინას. ამაზე ისიც მეტყოლებს, რომ აი 27 წლიდან 25 წლამდე რომ მოუწიათ რეზერვის ქვედაზღვარის ჩამოწევა, ეს ნიშნავს იმას, რომ 27 წლიდან 60 წლამდე რეზერვი ფაქტობრივად ამოწურა და აღარ ყოფნის. და ჩამოწიეს ქვედაზღვარი და იქვე დაიწყო 18 წლამდე თუ არა 20 წლამდე მაინც უნდა ჩამოვწიოთ, ამას დასავლეთი ითხოვდა პირდაპირ. ესე იგი რეზერვი არ აყავს სათანადო და რითი უნდა იომოს, აი რომც მოახერხოს დასავლეთმა ტექნიკის და საბრძოლო მასალების მობილიზება, ვიღაცამ ხო უნდა იომოს ამითი და შეძლებს უკრაინა კიდევ 1 წელი ან 3 წელი იომოს, ან რა არის საჭირო დღეს, რა ხარისხის და რა რიცხოვნობის ტექნიკასთან ერთად ჯარია საჭირო იმისთვის, რომ უკრაინა მოკვაგდოს რუსეთი თავისი ტერიტორიიდან. რუსეთი, რომელიც დღეს გაცილებით ბრძოლის უნარიანია, ვიდრე იყო ომის დაწყებამდე, თუნდაც 1 დღით ადრე. ეს ჩვენ ვიხილეთ. და რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დღეს უფრო განვითარებულია, უფრო მასშტაბურად მუშაობს, ვიდრე იყო 3 წლის წინ. ესე იგი, უკრაინას და მის პარტნიორებს გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებს იმისათვის, რომ უკრაინას სათანადო თანაფარდობა შეუქმნას ბრძოლის ველზე. მოხერხდება ეს, ჩემი შეფასებით, ვერ მოხერხდება, თუ მეტეს დღეს ახლა ევროპის ეკონომიკას შევაფასებთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეკონომიკას უკავშირდება. ლონდონის მოლაპარაკებების ჩასვლის შემდეგ ამ თანაფარდობის შექმნა კი არა, რაზეც მიდიოდა საუბარი ბრიტანელების, ფრანგების მიერ, რომ კონტინგენტს გაგზავნიდნენ უკრაინაში, უკვე ამაზეც აღარ მიდის საუბარი. ამიტომ თუ სამხედრო გზით ვერ ხერხდება, მაშინ არის მეორე გზა მოლაპარაკებები. იმიტომ რომ სამხედრო გზას მივუყავართ უკრაინის ფაქტობრივად მთელი პოტენციალის სრულ ამოწურვამდე. იმ პერიოდში რა მდგომარეობაში იქნება რუსეთი უკრაინისთვის აღარ იქნება მნიშვნელობა, ახლა თუ უკრაინა არ იქნება, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი იქნება თუ აღარ იქნება. ხო, იმიტომ რომ რუსეთის ყოფნა არ ყოფნა მხოლოდ შენი ინტერესები, სხვისი ინტერესებიც არის, ხო? სხვისი ინტერესებიც და შენი ინტერესია იმ შემთხვევაში, თუ შენ გადარჩები და შეინარჩუნებ სახელმწიფოებრიობას თან იმ პერსპექტივით, რომ აღიდგინო ტერიტორიული მთლიანობა. აი ეს არის და მოლაპარაკებებზე ვხედავთ რა ხდება, ჩაფუშულია, ჩაშლილია ეს მოლაპარაკებები, იმიტომ რა უნდა ქნას უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, დამოუკიდებლად, სუვერენულად და მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილება და ეს არ არის სხვათა შორის
მხოლოდ მართველი პარტიის პასუხისგებლობა. მე ვთვლი, რომ უკრაინის მთელმა პოლიტიკურმა, ელიტა დავარქვა თუ აი მთელმა პოლიტიკურმა სისტემამ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ვინც კი დღეს მონაწილეობას იღებს და გავლენას ახდენს უკრაინის პოლიტიკაზე, ყველა უნდა შეიკრიბოს და მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება. ყველასგან დამოუკიდებლად. კონსულტაციებით, რა თქმა უნდა, მაგრამ სუვერენული გადაწყვეტილება რას აპირებენ? სწავლენ სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით და რაზე არიან აქ წამსვლელები, იმიტომ რომ ერთი მართველი პარტია ვერ შეძლებს აი ამ ძიმე გადაწყვეტილებების მიღებას და ახმების ფორმულირებას. მხოლოდ მართველი პარტია ვერ წავა ამაზე. იმიტომ რომ ამას ყოველთვის მოყვება შიდა დაპირისპირებები. ნებისმიერ რა დათმობაზეც არ უნდა წავიდეს ზელენსკი, მას გამოუჩნდება მოწინააღმდეგეები. ამიტომ ყველა ერთად უნდა დასხდნენ და ერთად მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მე მაგალითს მოგიყვანთ. აი როცა 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზაში სამხედრო ოპერაცია, ისრაელის თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთო მთავრობასთან ერთად არათუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ფაქტობრივად ჩამოაყალიბეს თანხმობის მთავრობა მგონი ასე ერქვა აი ამ კრიზისულ ვითარებაში და ყველა პარტიამ, ვინც აი ამ კოალიციურ მთავრობაში შევიდა, აიღო პასუხისგებლობა აი ამ საომარ მოქმედებებს. აი ეს არის ერთი პატარა მაგალითი და ვფიქრობ, აი დადგა ალბათ ის დრო, რომ უკრაინამაც ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ანუ ყველა პოლიტიკური აქტორი უკრაინის უნდა დასხდეს პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად და უნდა ჩამოყალიბდნენ რა გზით შეიძლება წავიდეს უკრაინა. აი ნებისმიერი მათგანი პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ იყოს დღეს ზელენსკის ადგილას, როგორ მოიქცევოდა. აი ესეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შეთანხმებულად. ერთ შეგიკითხებით ბატონ ამერან საქართველოსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ოლექსეი დანილოვის ეს განცხადების ბონჩარენკო რო გაიხსენეთ აფხაზეთში. აი ამ რომ მოვიხედოთ თუ განაბარს დასრულდა ეს მთელი თავგადასავალი, ისე შეგვიფასოთ. ჩვენ რომ ავყოლოდით აი ამ მოწოდებებს და ეს მოწოდებები არ იყო მხოლოდ გარედან აქ ორხმაში ახმოვანებდნენ, ანუ იქედან კეთდებოდა განცხადებები დასავლეთიდან და აქ რუსთაველზე გვახსოვს ჩვენ სურვილები, დიახ, ომი გვინდა სატელევიზიო გადაცემებში სხვათა შორის და დღეს სოციალურ ქსელში ეს ვიდეოები ტრიალებს, ხო? დიახ, ომი გვინდა, იქ ბომბების წვიმა და ასე შემდეგ. მესმის ახლა რომ ამ ადამიანებს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდნენ, იმის კვალიფიკაცია არ ყოფნიდა თუ რა შეიძლება და მოყოლოდა ჩვენს ახუნტყუცებას, ასე ვიტყოდი, უხეშად იმ პერიოდში. ეს რომ ჩვენ რომ ამ გზით წავსულიყავით, ახლა თამაში იმაზე რომ რაღაც აი ურაპატრიოტიზმიც არ არის, ეს ურაპატრიოტიზმი სხვა რამე, ახლა ურაპატრიოტებს ეძახიან. ეს ფსევდოპატრიოტიზმია. ურა სხვა რამეა, როცა მართლა პატრიოტი ხარ, ოღონდ სისხლი გიდუღს და ცოტა ტვინი არ ყოფნის, ანუ ტემპერამენტი და ტვინი, ანუ აზროვნება, ანალიზი ვერ ეწევიან ერთმანეთს. ტემპერამენტი უსწრებს ტვინს. ესა ურაპატრიოტიზმი. და ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ყალბია შენი მოწოდებები, ან ვიღაცის მიერ თავმოხვეულია და არც გაინტერესებს ამას რა მოყვება. ან როცა შენთვის შედეგებიც ეს არის ქვების გროვა, თუნდაც ის დაკარგული ტერიტორიები. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში მოხდა, როცა უზარმაზარი არმია ევროპის დღეს ასევე უზარმაზარი მხარდაჭერის ფონზე, ხო, 50 ქვეყანა ეხმარება რუსეთთან არის წამგებიან პოზიციაში. და რა დაგვემართებოდა ჩვენ? და აქ ახლა იწყებენ იმას სპეკულაციებს, რომ აბა არ უნდა ვიომოთ, აბა უნდა დავნებდეთ. და დღეს რომ მშვიდობა იყოს, სხვა ომი არ იქნება, რუსეთი გაჩერდება.
შენ უნდა იმოქმედო ისე რომ გაჩერდეს რუსეთი და აგრესია არ განახორციელოს და პირიქით სადაც არის აგრესიის შედეგები გონივრული პოლიტიკით იქედანაც უნდა გაიყვანო. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით იმას რომ რუსეთს არათუ დიდი ალბათობით ამაზე შეიძლება გარანტირებულად თქვა, რომ გარანტირებულად ეყოფოდა იმის რესურსები, რომ გამკლავებოდა საქართველოს. გარანტირებულად. და რასაც ხედავ ჩვენ ვიდეოები ფართოდ ვრცელდება ინტერნეტში, რას გავს დღეს დონბასის ქალაქები და სოფლები. ანალოგიური იქნებოდა ჩვენთან. ზოგს გონია რომ ეს შემოიფარგლებოდა მარტო კონფლიქტის ზონით, ან მიმდებარე სოფლებით, ან მიმდებარე ქალაქებით, მაგალითად მხოლოდ ზუგდიდი და გორი დაინგრეოდა და ბათუმს და დაუშვათ სხვა ქალაქებს აქეთ, ქუთაის, თელავს არ შეეხებოდა. ასე გონია ბევრს მართლა. თუ რა თბილისში იქნებოდა ის რუსთაველზე აქციებს ჩაატარებდა და სადღაც ვიღაცა მისმაგივრად იომებდა და მისმაგივრად სის დაღვრიდა. სისხლის დაღვრის და ომის პრობლემა კი არ არის. შედეგების პრობლემაა, რომ შენ თუ იცი გარანტირებულად, რომ აი ამ აბობოქრებულ ქვეყანას, რომელიც დღეს დავარქვა ქართულად არ ვიცი, როგორც ომობს, მე ახლა შეგნებულად გავაქვეყნებ და რომ შედეგებს ხედავდეს მოსახლეობას. შეშინების გამო კი არა. გონივრულად შეფასების გამო, რომ რა ხდება დღეს აი ამ თითქოს სამშვიდობო მცდელობების ფონზე უკრაინაში. ბოლო 3 დღეა. ყოველ დღე ბომბავს რუსეთი და უკრაინა ბომბავენ ერთმანეთს ყოველ დღე, მაგრამ განსაკუთრებული ძიმე საჰაერო და სარაკეტო იერიშები ხორციელდება დღეს მთელ უკრაინაზე თითქმის. აი დიდი ქალაქი არ დარჩენილა და ოლქი არ დარჩენილა, რომელიც არ დაბომბილა. და კიევზე იყო განსაკუთრებით ძიმე სარაკეტო და კომბინირებული შეტევები დრონების მეშვეობითაც, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები იყო მსხვერპლიც. აი ეს ხდება დღეს და ტერიტორიაც რომ ავიღოთ საქართველოს ტერიტორიის ფართობი რომ ავიღოთ, დაახლოებით არის რამდენჯერმე პატარა, ვიდრე დღეს მიდის ომი უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასი, იქეთ კურსკი, ბელგოროდთან არის რაღაც მცირე, ხარკოვის ოლქში და ასე შემდეგ. და რაოდენობა დღეს ახლა აი ამ ეკონომიკური სანქციების ფონზე რუსეთი ზრდის შეერაღებული ძალების რიცხოვნობას აყავს 1,5 მილიონამდე. ხო და აი ომს აქვს თავისი დრო. როდის უნდა იომო? უნდა იომო მაშინ, როცა შენთვის არის ხელსაყრელი პირობები და მოწინააღმდეგისთვის პირიქით. ასეთი პირობები ჩვენ მქონდა ბევრჯერ და ხელი ხელიდან გაუშვით, როცა ჩვენ შეგვეძლო მობილიზება და რუსეთი იყო სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ მაშინ ერთმანეთს ჭამდით შიგნით. და დღეს ახლა აი ამ რუსეთთან ომს ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებიან. თუ ასეთი მაგრები არიან, განსაკუთრებით ახლა აქეთ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ლიდერები, ბალტიისპირეთი და სხვაები ახლა არ მინდა ჩვენ რომ გვაქეზებენ და არა მხოლოდ თვითონ, არამედ მათი დაფინანსებით და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები. თვითონ რატომ არ ომობენ? ის პასუხი რომ არგუმენტიც არა, პასუხია უბრალოდ რომ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნები ვართ და ნატო ვერ ჩაებმება ომში. ნებისმიერ ნატოს წევრ ქვეყანას შეუძლია დღეს უკრაინის სასარგებლოდ ომში ჩაებას და არ მოითხოვოს ნატოსთან მეხუთე მუხლის ამოქმედება. როგორც თურქეთი ომობს სხვა ტერიტორიაზე და ამერიკაც იემენს ბომბავს, ვინმეს ეხვეწება ჩემთან ერთად დაბომბეო, არა. ავღანეთში ვიომეთ ჩვენ და მეტწილად ამერიკის ხათრით სხვათა შორის. მთელი ნატოსი, მაგრამ მეტწილად. როგორც ჩვენი მაშინდელი სტრატეგიული პარტნიორის და იქ საუბარი იყო ანტიტერორისტულ ოპერაციაზე და ჩვენ ამას ჩავერთვით მასშტაბურად, მაშინ როცა ზოგიერთებს იქ მედიკოსები და ქიმიკოსები ყავდათ გაგზავნილი, ისიც რაღაც 1 20-ულის
მასშტაბის. ჩვენ იქ 2000 კაცამდე ვიყავით ასული და უამრავი ადამიანი დაგვეყოფა ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენ გენოფონდი და ასობით 500-ზე მეტია მარტო დასახიჩრებული ამ კონფლიქტების შედეგად. და წავიდნენ და იომონ თვითონ. ნებისმიერ ქვეყანას, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ყველა შეუძლია, ბალტიისპირელები ძალიან რაღაც ამ ბოლო დროს საბჭოთა კავშირის დროს, რასაც ხმას ვერ იღებდნენ, გასუსულები იყვნენ იქ. ახლა გახდნენ ნატოს ქოლგას ამოფარებულები და უფრო მეტწილად ამერიკას ამოფარებულები, იმიტომ რომ ამერიკაა დღეს ნატოს მთავარი დამრტმელი ძალა. თვითონვე აქვეყნებენ რა მდგომარეობაშია დღეს აი ამ დახმარების შედეგად რეზერვები ამოწურეს. აი ეს რეალობაა. ხო და აი ეს იქნებოდა ჩვენ შეიძლება ძალიან არ მინდა გახმოვანება ყველაფრის რა შედეგები შეიძლება დამდგარიყო, მაგრამ იქნებოდა ძალიან სავალალო და არათუ მოუშუშებელი, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები დამდგარიყო, ისტორიული გამოუსწორებელი შედეგები. აი ეს არის. ამიტომ ფსევდოპატრიოტებს არც მოსახლეობა აყვება, არც ხელისუფლება აყვება და მსგავსი ფსევდოპატრიოტები საერთოდ ეს კარგად უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა. დასაშვები არ არიან ხელისუფლებაში არასდროს. არათუ ხელისუფლებაში, საერთოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში 1%-იც ვერ უნდა აიღოს იმ ადამიანებმა, რომლებიც აი ესეთ მავნე ტრულ განცხადებებს აკეთებდნენ ამ დროს და აქეზებდნენ ხელისუფლებას გამწვავებისკენ. ბატონო ამერან, შევიკითხებით ერთსაც, ერთსაც აგახსოვთ. მაინტერესებს უბრალოდ ეს ომი რო დასრულდება, როგორ შეცვლის ეს ჩრდილოური მეზობლის მედებას, ეს ბოლზე მოსულები რო იქნება. აი პირდაპირ ვიტყვი უჭკუობით, იმიტომ რომ ვისაუბრე ხო, ბევრი რამის გათვლა დასავლეთმა ვერ მოახერხა სწორად. შეიძლება 5 წლის მერე 10 წლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკაზე იმოქმედოს ამ ყველაფერმა, მაგრამ ეს შეიძლება ისედაც მომხდარიყო ომის გარეშეც. ახლა ფაქტია ის, რომ რუსეთის ეკონომიკა გადაეწყო მთლიანად ომის რელსებზე და მაშინ როცა ევროპაში შეიძლება პირდაპირ ითქვას რეცესია, შენელებული ეკონომიკა, ლამის ნულოვანი ზრდა არის, რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებს შარშან ქონდა თუ არ ვშტები 4.5% ეკონომიკური ზრდა და მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები, ეკონომიკური ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკი იქნება თუ სხვა, ახლაც იძლევიან თუ არ ვშტები 1.5-2.5%-ს პროგნოზს აკეთებენ, რომელიც შესაძლოა უფრო გადაჭარბებით შესრულდეს, ხო? ანუ ეკონომიკური ჩამოშლა ვერ მოხერხდა, რუსეთის სამხედრო კუთხით გაძლიერდა, აი ახლა უსმინე პუტინის განცხადებებს, ახლა არ ვიცი, სიმართლეა სიცრუეა, შეაფასოს უნდა დასავლეთის სადაზვერო სამსახურებმა. შარშან მიაწოდა, ესე იგი, შარშან რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა აწარმოა 1.5 მილიონი დრონი, 4000 ჯავშან ტექნიკა და 108 თვითმფრინავი და შვეულმფრენი. ეხლა შევადაროთ იქეთ მხარეს რამდენი 50 ქვეყნის მიერ. აი ესა რეალობა. ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოუწევთ სამშვიდობო რელსებზე გადართვა, რაც რა თქმა უნდა იმოქმედებს ეკონომიკაზე, პლუს ის სანქციები თუ არ მოიხსნა, რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს, მაგრამ ყველაფერი შედეგებიდანაა გამომდინარე, რა მიიღო რუსეთმა და უშუალოდ ეკონომიკურად რა დაკარგა. და უკრაინამ რა მიიღო და რა დაკარგა. ფაქტია ის, რომ ამ მომმა რუსეთი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ პოლუსად. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ეხლა ტრამპი აღიქვამს ამ პოლუსს. არა, რუსეთი აქცია ამ მომმა პოლუსად და ეს გამოჩნდა თუნდაც ბრიქსის გააქტიურებით, გამოჩნდა რუსეთის აქტიობებით, როგორც უწოდებენ გლობალურ სამხრეთთან და აზიასთან და ასე შემდეგ.
აი ამ სივრცეში მთლიანად რუსეთი საკმაოდ გააქტიურდა და რომ არ აღიქვამდეს ჩინეთი, ინდოეთი და სხვა ქვეყნები რუსეთს გარკვეულ ძალად, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნებოდა, ხო? ანუ ამ კუთხითაც კი ამ ომის მიზნები არ აღმოჩნდა დასავლეთისთვის სასარგებლო. დღეს ეს რეალობა არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ეკონომიკაზეა დამოკიდებული და ახლა რა ვითარ ამ მდგომარეობაში იქნება რუსეთის ეკონომიკა 3 და 5 წლის შემდეგ, კი შესაძლოა კონკრეტულად ამერიკამ, ახლა ევროპა რას ნახავს მე არ ვიცი საერთოდ, ევროპამ რა მიიღო ამ ომიდან, მიიღო როგორც ყველა წერს და პირველ რიგში თვითონ ევროპელები წერენ, მიიღო დეინდუსტრიალიზაცია. დანარჩენს რო თავი დავანებოთ. ხო, ამიტომ აქ ევროპის ინტერესებს საერთოდ რაღაცა სერიოზულ დივიდენდებს ამ ომიდან ვერ ხედავ. ამერიკამ შეიძლება მიიღოს დივიდენდები თუ განვითარდა რუსეთისთვის ეკონომიკურად ცუდად, ხო? ნახოთ, ხლა ამას დღეს არ მგონია ვინმე სერიოზულ პროგნოზებს აკეთებდეს და მსგავსი არ შემხვედრია, რომ ეხლა გარანტირებულად ისეთი დამაჯერებელი ცუდი პროგნოზები იყოს რუსეთისთვის, ხო? ის რომ ეხლა რუსეთი არ არის რეგიონზე ჩვენთან საფრთხებასია. ნუ რეგიონზე ეხლა გასაგებია ის რომ სანამ რუსეთი შებოჭილია უკრაინის ომით, მთელი ყურადღება იქეთ არის გადართული და რა თქმა უნდა ომის შემდეგ გააქტიურდებიან და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, ბალტიის ქვეყნებია, სკანდინავია, აქეთ ცენტრალური აზია, სადაც აქტიურებულია ჩინეთის და სხვა ქვეყნებიც, იგივე ევროკავშირი საკმაოდ აქტიურობს და რა თქმა უნდა საფიქრალიც ეკნება რუსეთს ბევრი და არ არის გამორიცხული კავკასიის მიმართულებითაც მეტი გააქტიურება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად საომარ მოქმედებებს დაიწყებს თუ აქ სათანადო რაღაც პირობები, მისთვის მიუღებელი პირობები არ შეიქმნა და ნუ ახლა მისთვის პირობები რაც არის მიუღებელი, ის გაცხადებული აქვს ბევრჯერ, ხო? ანუ ეს არის ნატოს გაფართოება, დაუშვათ საქართველოზე თუა საუბარი, როგორც კი ეს საკითხი გააქტიურდება, ანალოგიურად გააქტიურდება რუსეთის განცხადებების და ის რომ განცხადებებს შესაძლოა ქმედებებიც მოყვეს, უკვე დავინახეთ. და ამიტომ არის ცუდი ტონია ახლა როცა საუბრობ ამ თემაზე, ნათქვამი მაქვს მეთქი, მაგრამ იმიტომ სხვის მაგივრად არ ვაგებ პასუხს, ჩემს ანალიზზე და შეფასებებზე ვარ პასუხისგებელი, ხო? და იმიტომ მაქვს მქონდა ყოველთვის ის პოზიცია, რომ დროში გაწელილი გაფართოება, ნატოს გაფართოება, ან ჩვენი დროში გაწელილი გაწევრიანება ნატოში ჩვენთვის იყო საფრთხის შემცველი და ახლაც არის საფრთხის შემცველი. ნატოს პრობლემა არ აქვს იმაზე, რომ შეიკრიბონ რომელიმე სამიტზე, დახურონ ეს ხდომა და აქამდე ეკნათ და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ იღებენ საქართველოს ნატოში, ან უკრაინას, ან სხვა ქვეყანას თუ არ იღებენ. აგრძელებენ გაფართოების პოლიტიკას თუ არ აგრძელებენ. თუ აგრძელებენ, მაშინ რაღაც ხონდა კონდეს ამას დასაწყისი და დასასრული, ხო? ყველა განცხადება, რასაც აკეთებდა ახლა მანამდელი გენერალური მდივანი, მაგალითად სტოლტენბერგის ხვებსაც იგივე ჰქონდათ, მაგრამ აი საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. საქართველოს კარი ღია რჩება, საქართველოს მზად არის ნატოს წევრობისთვის, მაგრამ აი ველოდებით რაღაც უკეთეს პირობებს და სულ მქონდა ის კითხვა, რომ რა პირობებს ელოდებიან, რომ ახლა მოსკოვი გამოვა და იტყვის, რომ ვეთანხმებით ნატოს გაფართოებას, ამას ხო არ იზამს კრემლი, ხო, არ წავა ამაზე არასდროს და რას ელოდებოდნენ? ამ გარიყნენ და მიიღოთ ეს ვერ მიიღეს, ან არ მიიღეს. მე იმ შეფასებამდეც მივედი, რომ არც უკრაინის და არც საქართველოს ნატოს წევრობა საერთოდ ფიქსიც არ ქონდა დასავლეთს და ძალიან კარგად იცოდნენ ისიც, რომ საომარი დაპირისპირება იქნებოდა
რუსეთთან ოღონდ პროქსი დაპირისპირება სხვის მიწაზე და ჩვენთანაც ეს მეორე ფრონტის გახსნის თემა, რომელიც ახლა ძალიან არ უნდა ბევრს რომ დაიჯეროს, ეს იყო რეალობა აბსოლუტურად და მიზანი იყო ეს სხვისი ინტერესების მომსახურება. იმიტომ რომ ნატოში მიიღება რომ სდომოდათ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, დიდი ხნის წინ მიიღებდნენ. ჩვენ ვიყავით ყველანაირად მზად, დღესაც ვართ მზად ამისთვის, ხო? და ვაჩვენეთ არც პოლიტიკური სისტემის პრობლემა აქვს და დემოკრატიის არ ყოფილა, ეხლა ომის ფონზე რატომ განწვავდა ეს ურთიერთობები, თვითონაც ძალიან კარგად იციან, მაგრამ ის რომ ომამდე საქართველოში არც დემოკრატიის მიმართ ჰქონდათ პრობლემები, გართულებები და არც საქართველოში არაღებული ძალების თავსებადობაზე იყო რაიმე სერიოზული პრეტენზიები, ხო? აბსოლუტურად. საქართველოს დიდი ხანია მზად არის ნატოს წევრობის. ნატო არ არის მზად გაფართოებისთვის და ცოტა მაინც სხვაგვარად ვიტყოდი. სურვილიც არ აი ეს შეფასება მრჩება მე დღეს, რომ ნატოს არც უკრაინის და არც საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანების გეგმა არ ქონია სურვილზე, მოდი ცოტა სხვა შინაარსი აქვს სურვილზე. გეგმაში ეს არ ყოფილა. ეს იყო რუსეთთან დაპირისპირების და რუსეთთან თამაში ცუდი სიტყვა, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი. დღეს როგორც ხედავთ, აგერ უკრაინას ღიად და გაჭრილად ეუბნებიან. შეიძლება 10 წლის მერე შეიცვალოს. თუ ისა გეგმაში რომ რუსეთი დაიშლება ოდესმე და მერე გააწევრიანებენ უკრაინას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს, ჩვენ ახლა გვჭირდება ეს უსაფრთხოება, ახლა გვჭირდებოდა. ხო? როცა რუსეთი არის ასეთი აგრესიული. რუსეთი თუ არ იქნება, მაშინ ვის წინააღმდეგ და მაშინ საერთოდ ნატო თუ იქნება, რაღაც აბსტრაქტულ იმაში მივდივართ პროგნოზებში. ომსობიუბრუნეთ ერთი ძამის ზაფხულის კამპანიას ელით. გასაგებია დინამიკა არის ეს სამშვიდობო. ნუ ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის პირობები არ ჩანს ახლა წესით. როცა იყო ახლა რაღაც თითქოს ცეცხლის შეწყვეტის მცდელობა კი არ შესრულდა, მაგრამ ეს ხო პირველი ნაბიჯებია ყოველთვის. და ამას უნდა მოყოლოდა უფრო გააქტიურება სამშვიდობო პროცესის და მივიღეთ ჩასვლა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების და ამ ეტაპზე გვესმის რა იმ ჩასვლას მოყვა რუსეთის საავიაციო აქტივობების გაძლიერება და დასავლეთიდან ისმის ჯერ მოწოდებები შეჩერდი ვლადიმერი არ ჩერდება. ამიტომ ზაფხულამდე ბევრი დრო არ დარჩა და მე ეჭვმეპარება რომ ეხლა ერთ თვეში და ორ თვეში მხარეების დაახლოება იქნება შესაძლებელი. დაახლოება რო ზდომოდათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის რაღაც საკითხები, რომელიც ამ ვითარებიდან გამომდინარე, უნდა წახვიდე. ახლა ომი ბევრს მოუგია და ბევრსაც წაუგია. და ომის წაგების შედეგად რაღაც რეალობა დამდგარა და საზღვრებით შეცვლილა. რა თქმა უნდა, ცუდია. მაგრამ ჩვენ შეგვცვლია საზღვრები, ჩვენს ისტორიულ საზღვრებში ვართ. ხო? რამდენჯერ ამ საუკუნეში შეგვიმცირდა და წინა საუკუნეშიც. ხო? და მანამდეც. ვერ ვეგუებით, რთულია, მაგრამ ნუ ეს ხდება. ის რაც ახლა ჩვენთან მიმართებით არის, ამას არ შევეგუებით. ერთია რომ შენ დამოუკიდებლობა მოიპოვე და რაღაც საზღვრებში გცნო საერთაშორისო საზოგადოება და მეორეა, როცა ამ ცნობილ საზღვრებში დღეს 21 საუკუნეში ისევ გაჭრიან ტერიტორიებს. და აქ ცუდი ის ხდება კიდევ რომ ამერიკა დგას ამ საზღვრების გადახედვის ავანგარდში, ახლა იქ გრენლანდია და კანადა და ასე შემდეგ. კოსოვო აგვისტოს ომამდე იყო და გასაგებია კიდევ, მაგრამ ეს არ თავდება ეს პროცესი და ახლა თუ ეს დაიწყო, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება ზოგადად სოფლიოსთვის. ერთსაც კითხავთ, აი შიდა პოლიტიკურად ახლა
აღარ ლაპარაკობენ ამერიკელები იმდენს მარჩენების ჩატარებაზე, მაგრამ ადრე თუ გვიანეს დადგება ეს საკითხი და ზელენსკი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი როგორ არის? ნუ ერთ-ერთი საგანი დასავლეთთან, ანუ უკრაინის პარტნიორებთან სავაჭრო ესეც არის ალბათ ზელენსკის მხრიდან, რომ მან მიიღოს მეორე ვადით კენჭისყრის შემთხვევაში მხარდაჭერა და არ იყოს დასავლეთის მხრიდან მოთხოვნა დაყენებული, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს. და გვახსოვს ჩვენ ახლა სულ ახლახანს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ როცა ტრამპმა მისი ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე ჩამოიყვანა, ზელენსკი მოპასუხა თუ რამდენია რეალურად მისი რეიტინგი და აქ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ზელენსკის აქვს მეორე ვადით კენჭისყრის ამბიციები. თუმცა დაველოდოთ, თუმცა რთულია რა თქმა უნდა ომის ასეთი შედეგების ფონზე მეორედ ნდობის მოპოვება მოსახლეობის, მაგრამ მეორე მხრივ უკრაინა მაინც საომარ ვითარებაშია და მაინც ექნება ზელენსკის გარკვეული შანსი იმისი, რომ სხვადასხვა რესურსების მეშვეობით და ბერკეტების მეშვეობით ისევ მოახერხოს მეორე ვადით არჩევა. ნუ აქ შეიძლება არ გაითვალისწინოს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის პოზიცია, მაგრამ ამ ვითარებაში გაგრძელდება თუ არა ზოგადად არა მხოლოდ ამ არჩევნების გამო, არამედ ამ ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო ამერიკის მხარდაჭერა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და ამაზე უნდა ფიქრობდნენ, იმიტომ რომ თუ ამერიკასთან ერთად, როცა ამერიკის წილი იყო მინიმუმ ნახევარი მთლიან დახმარებაში, უკრაინას არ ქონდა საკმარისი თანაფარდობა ბრძოლის ველზე წარმატებების მისაღწევად, რა თქმა უნდა, ამერიკის გარეშე ევროპის ამ ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხებს ამას და უნდა შეეცადოს, რომ ამერიკის მხარდაჭერა არ დაკარგოს. თუ მიდის საქმე იქეთკენ, რომ საბრძოლო მოქმედებები უნდა განახდეს და ნუ წიაღისეულზე არ გვისაუბრია ჩვენ რის ირგვლივაც მიდის მიდიოდა დაპირისპირება და შეხლა შემოხლა ტრამპსა და ზელენსკის შორის. ნუ ვისია დღეს ეს წიაღისეული არის გარკვეული შიდა ბიზნეს წრეების, უკრაინელი ოლიგარქების და ტექნოლოგიების და რესურსების უქონლობის გამო, თუმცა რესურსებს გამონახავენ, ამ წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება ვერ ხერხდება. გადამუშავება ცალკე პრობლემა არის კიდევ. დღეს მსოფლიოში აი ამ იშვიათი მიწების, იშვიათი წიაღისეულის, როგორც ეძახიან, მოპოვების 60% მოდის ჩინეთზე და 60%-დან გადამუშავების 90%, 60-დან კი არა, მთლიანად 100%-დან მოდის ჩინეთზე. ანუ გადამუშავება ცალკე ტექნოლოგიების ჭირდება. ანუ მარტო ფულზე არ აქვს საუბარი და მე ვფიქრობ და ეს არა მხოლოდ ჩემი აზრი, ამერიკის შემოყვანა აი ამ სფეროში იქნებოდა ზუსტად უკრაინისთვის ყველაზე დიდი უსაფრთხოების გარანტი. იმიტომ რომ იქ რუსეთი დაინახავდა, რომ აი კონკრეტულად ფაქტობრივად თელ ტერიტორიას და განსაკუთრებით აქეთ აღმოსავლეთის ტერიტორიებს ეხება, რაც რუსეთს ესაზღვრება, იქ არის ამერიკის და ამერიკული კომპანიების ინტერესები და ნუ რატომ რა მიზეზებით არ წავიდა უკრაინა ამაზე, ეს არის მხოლოდ შიდა ფაქტორი თუ აქ ევროპის უარყოფითი როლიც არის, ხო, ნახეთ ჩვენ ფრანგების და გერმანელების განცხადებები, ბრიტანელების, ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ უკრაინასთან ამ თემას, შარშან დავიწყეთ მოლაპარაკებები, ანუ ჯერ კიდევ შენ პრეზიდენტი არ იყავიო, ესე გამოუვიდა ევროპის წამყვან სახელმწიფოებს და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ნუ ამაზეც რაღაც შეთანხმება შეიძლებოდა ყოველ შემთხვევაში გააყოფა და ეს ინიციატივები უკრაინიდან უნდა ყოფილიყო და რაღაც შეთანხმებაზე უნდა წასულიყო. ჩემი აზრით. და ეს იქნებოდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და ჩვენ ვიცით, რომ ტრამპისთვის
პრიორიტეტია ფინანსური სარგებელი. აი ის რომ უკრაინიდან რაღაც ფინანსურ სარგებელს მიიღებდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურადაც გაცილებით სხვა მხარდაჭერა ექნებოდა უკრაინას. შენია. ამის დამატება ხო? არა, მე მგონი ზედმეტი ვილაპარაკო.